ესეც შეკითხვა მაქვს ბატონო გოჩა. მითხარით ტოპ 3 ყველაზე საფეხბურთო უბანი თბილისში. მესამე ადგილი, მეორე ადგილი და პირველი. პირველი ნახალოვკა. მართლა? ეგეთი მაგარი და ჩამოგითვლი ძმაო. ბლატნოვის სასტავი და ფეხბურთი ორი ბლატაობდნენ და თან ეხლა უყურე, აი ვინ გაიზარდა ნახალოვკაში? გუცაევი. მესხი. ჩივაძე. მაჩაიძეები. ორივე ძმა. კალოევი, დურდიაძე, თუ გახსოვთ. კალოევი ლოტკინელი იყო, ხო? ხო. ელოშვილი. და უყურე ახლა მეტინო აი ესეთი წავიდეთ მე. ნემსა. არა ხო, ნემსა, ხრუბეშა, არა, ნახალოვკა არის ნომერ პირველი. საფეხბურთო იყო თუ არის? არის კიდევაც და იქნება რა. აი გეუნები მე ახლა აი კიკუჯის პარკის სტადიონი ყოველთვის. თან ახლა მანდრა არის სულ საკუთარი სახლები. არა, რატო ვიძახი? სულ ქუჩაა, გაიგე? აი გამოდიხარ დაჟე მანქანები ქუჩაზე ჩერდებოდნენ ხო? მაინც აიხავი ხო და მე გაუშვებ თან ქვაფენილი იყო, ის არ იყო ასფალტი მაშინ, გამიგე? სულ ქვაფენილზე მიდიოდა თამაში, იქ ბურთის დამორჩილება. ეგეთი მაგარი უბანი საფეხბურთო კი ნახალოვკელი ძმო ნახალოვკელი სანზონისკენაც ცხოვრობდნენ და მე უფრო საბურთალო მაინც აი მეორე ადგილზე გავიყვანოთ ვერა მე წამოვიდა რაზე იცი დიღომი ეხლა უფრო გაიზარდა დიღომი არ იყო ეხლა დიღომში ისეთი ის საბურთალოს მარტო 3 კაცი ვეყოფით არა ხო და მე იმას ვიძახი რომ აი ესე საბურთალო ნახალოვკა და თუღურეთი ისე რა მე მეგონა დიღომს იტყოდი არა ვარიანტი არა აბა ვინ არის მესამე მესამე ხო გითხარი რა ვერა რა აი ვინ არის ვერელი ფეხბურთელი კიპიანიაო და ბულუცაიძახის მეოთხე ვარ მე თოიცი იტარო მეგონა არა თოიცი რას იძახის ესე იგი ყიფოს იძახის თუ არ ვწდები მე იძახის ავტოჭკუასელს არა მე აღმოჩნდა რომ ავტოჭკუასელიო ვარანცოველიაო ვერელი არ არისო და მე გადმოვედი მესამე რა ცხოვრებაშვილი რა რაიონი თუ იტყვი სამეგრელო ხო და ქუთაისი ეხლა ქუთაისმა რაც მოგცად, მაგრამ იქ იყო თავმოყრილი აჩი მეგრელიც იყო ოთარ გაბენა გვარით მეგრელი კი არ ვიძახია რაიონულად ხა სამეგრელო ქუთაისი და სამეგრელო რა თქმა უნდა არა სხვათა შორის დიღომით რატო თქვი ძალიან ბევრი სტადიონი არის უბნებში რო გადახედო სტადიონებს დიღომში კორპუსი აშენდა რომ კორპუსი აი ეს კვარტლები ისა დიღმელი ერთი ფეხბურთელი მითხარი ალექსანდრე კობახიძე გამაჩეიქცალო კობახადი დიღმელია ხო ისა კობახა არა ერთი გითხარი არ ვიცი დიდი ღმელები რაგბისტები არიან მთელი ნაკრები დიდი ღმელები არიან იქ იყო ჯიქების აი ხა გუდვილი სადაც არის იაგო რა დიღმელია რანაირადაა დიღმელი მთელი ცხოვრება დიღომში იქა შავი უბანი იცი რა იქნება მაგარი საქართველოს ყველა დროის ნაკრები უნდა გავაკეთოთ და უბნები დავთვალოთ რამდენი გავიდოდა ეხლა წარმოიდგინე მაგრამ ნახალოვკა მოიგებდა ეხლა ვის ჩამოთვალე ჩვენთან აი მეექვსე კვარტალში ილო რუხაძე ამირან ანდღულაძე აი ერთ კვარტალში მარტოა ავთონ ბოკვერა ნადირა ნაკრებში იყო და ვიტალა რო მაგრამ ეხლა ის ორი კაი დინამოში თამაშია ბოკვერას ავეღარ არის ხო მაგრამ მე რას ვიძახი საბურთალო ნახალოვკა ლიდერობს სერიოზულად ერთი სიტყვა კი ნუ ეხლა ნახალოვკა ისეთი გვარებია ნათქვამი წარმოიდგინე რა არა ერთი ყიფიანი ბარე შეიძლება ბევრი ჯობდეს მაგრამ ეხლა ნახალოვკა სერიოზული კი ბატონო ბატონო მიშა ნახალოვკელი იყო ანუ მესხი ხო რატომ ახსოვდა რომ იქითკენ ცხოვრობ მიშა მესხი კი მე აუშენე პატარა მიშა დიღმელია პატარა მიშა ხო დიღომში პატარა მიშა თვითონ დიღმელად ართულიდა ნუ ართულ აბა საცხოვრ რაღაცა სად გავიზარდეო რაც მამუკა და სადაც ცხოვრობდნენ დიღომში არა აქვს ეგ პატარა მიშა ანუ სუ პატარა კი არა საშუალო ანუ შუათან მიშას დიდი მიშას ჩვენი ძმა მაიცა სად ქუთაისში რომ მეუბრუნდა ისეთი შეაგინა ქუთაისში რა ნუ რაღაცა სასწაული დაუძახეს შეაგინეს და ბურთი გადააგდო აუჩი და მოუბრუნდა და
რაღაცა უბანს იძახის. აი ამ უბანში ვარ გაზრდილიო, მაყურებელს ეუბნება, ნუ სასწაულიანიჩია გინა ვიღაცა და ეგეთი გინება არ გინახა დამენახე ერთი რომელი ხარო რა. გამოიხედე რომელი ხარო ძმაო, მთელი დღე, მთელი ცხოვრება ქუჩაში მაგატარებული, თან ამ უბნის სახელს იძახის. და არ ვიცი, ნუ ისე ვიძახი ნათლუღში რაღაცა. მე არაფერი მსგავსი არ გამიგიაო. ქალაქებიდან ყველაზე ბევრი ვინ წამოსულა, თქვათ? სანაკრებო, ქუთაისელები იყვნენ ყველაზე მეტნი? ანუ მე ბათუმიც არის, ალბათ ურევია, მაგრამ ის იმდენი არა, ნუ ხო. ხო, მაგრამ აი ძირითადად დასავლეთში რუსთავი. ეხლა ჩემ დროს მალხაზ ასათიანი, აშვეთია ეს ხო, ნუ მე მალხაზა იყო ერთიანი. ხო, მალხაზა ერთიანი იყო. მაგრამ საერთო ჯამში რო ავიღოთ, ხო, ქუთაის ეხლა ცხონებული ვიტალა და ისინი ვიდა აფხაზეთიდან, ხო, მერაზე ვიძახი რა. ძალიან მაგრამ მოგვაკლდა ისე აფხაზეთისაც და სამაჩაბლო ასამბლო მაგრამ კეტა დაგავიწყა ნახალოკელია კეტა. კეტას ნახალოკელია. არა, მოიგო ნახალოკამ სერიოზული უპირატესობით. ნახალოკის ნაკრებით რო ვითამაშოთ. შეიძლება ხო. არა, ეგ ხო იცი ხა მართლა ეხა რო თქვი ძალიან ბევრი ბახვა თედევიო? თედევი ქაური იყო. არა, ტრიცტვიატელია ჩვენთან ხო, მაგლას ცხოვრობდა სასტუმროში და მე რო წავიდა იქ ითამაშა და იმასგან დარჩა იქ. არ ვიცოდი. კი, სწორი ხარ. ხო. აი, ბატონ, კომენტარებში დაგვიწერეთ. დიახ. ჭილა ჩავას მადლობა. ხო, თან მეც მიხეილ კინო საქართველოსთან რომ გაზრდილი დღემდე არ ვიცი სანზონელი ვარ თუ. ხო, აი ვერ გპასუხობ, იმიტომ რომ ჩემი სახლის სანზონის მხარეს დგას. და მოპირდაპირე მხარეს ნახალოკა. რომელი უფრო გინდა რო იყო? ნახალოკელი. თუ შეიძლება. ერთადერთი უბანი და არა, სანზონელს პასუხობ, რომ ეკითხებია სანზონელი ვარ კოპას. გოგო ჩაიცნობს კარგად ეხა გიორგი ღუდუშაური. ნუ აი და ნუ ეხა ნევსაც ნახალ. ერთადერთი უბანია დღემდე, ვინც პირველი კითხულობს რა უბნელი ხარ. ხო. მე რა უბნელი ხარ, არ მიკითხია, არავი, აი არ მახსოვს ბოლოს. ნევსა ხო სანზონაში ცხოვრობს. არა, ნახალოკელი. არა ბოლომდე ნახალოკლად არ თვლის მაგაითად ხრუბეშა ბოლომდე ის რაღაც აი ეგრე იძახის რა ჭედლო არის დიღმელი ხო პირველელია ჭედლო დიღმელი ყოფილა მჭედლიძე ეგეც ორი ხო ხო და მაგათ აქვთ ეგ არა რა უბნელი რა უბნელი ბატონო გოჩა ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის ძალიან საინტერესო იყო ნახალოკა ოფიციალურად გამოცხადებულია თბილისის საფეხბურთო დედაქალაქად კი არა და უბან ქალაქად ასე რომ გილოცავთ ნახალოკელებო დღეს ვაღიარეთ ხო დღეს ასე ვთქვათ მოხდა არა მარტო ფეხბურთში ისე რა კიდე არის რამდენიმე დისციპლინა რაშიც პირველები არიან კატეგორია მადლობა მაყურებელს თხოვთ გამოიწეროთ ლიდერ სპორტის გვერდი და ლაიქოთ და გააზიაროთ